ახლა კი ვისაუბროთ თემაზე, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანს ეხება, როცა ბანკის ან საგადახდო მომსახურების არჩევა გვიწევს, ხშირად სხვადასხვა შეთავაზების შედარება მარტივი არ არის. აქამდე საჭირო იყო თითოეული ბანკის ვებგვერდზე ცალ-ცალკე ინფორმაციის მოძიება, რაც დროსაც მოითხოვდა და ხშირად მომხმარებლისთვის დამაბნეველიც იყო. ამ პროცესის გასამარტივებლად ეროვნულმა ბანკმა ახალი შედარების პლატფორმა შექმნა, ერთ სივრცეში თავმოყრილია ინფორმაცია ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ტარიფებზე, დეპოზიტების აპროცენტო განაკვეთებზე, ვალუტის გაცვლით კურსებსა და სხვა ფინანსურ პროდუქტებზე. მომხმარებლებს შეგვიძლია სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით შევადაროთ შეთავაზებები, დავინახოთ მომსახურების სრული ღირებულება და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ. რამდენად გაამარტივებს ეს პლატფორმა მომხმარებლის არჩევანს, შეუწყობს თუ არა ხელს კონკურენციის გაძლიერებას ფინანსურ სექტორში და რა სარგებელს მოუტანს როგორც მოქალაქეებს, ისე თავად ბაზარს. ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი. მოგესალმებით, ბატონო დავით. მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემა არის, მე როგორც მომხმარებელი, ასე ვხედავ ამ საკითხს და უფრო მეტ დეტალს თქვენგან მოვისმენთ. მაგალითად, კიდევ ერთხელ თავიდან უფრო ზოგადად რო გავმარტოთ, რა მიზნით შეიქმნა ეს პლატფორმა, რას წარმოადგენს ეს პლატფორმა და იმ ინფორმაციის გარდა, რაზეც მოკლე მინიშნება მე თვითონ გავაკეთე, რა ინფორმაციას ნახავს აქ მომხმარებელი. დიახ, ზოგადად ჩვენ მომხმარებლებს თუ გადავხედავთ, ძალიან ხშირად მომხმარებლების დიდი ნაწილი უკვე საგადახდოდ იყერებს არა ნაღდ ფულს, არამედ საგადახდო ბარათს, მაგალითად, თავის დანაზოგებს ათავსებს ანაბარზე. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 3 მილიონს დასრული ადამიანი 2 მილიონი იხენებს ცესკს, ანუ ფინანსური სექტორი ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და მეორე მხრივ შესაძლოა ყველა მომხმარებელს არ ქონდეს საშუალება შეხედოს რა უჯდება ეს ხარჯები მას, ხო, მაგალითად მაღაზიაში ჩვენ ვიხდით ნახებს, საზღვარგარეთ რო ვიხდით ერთმანეთს რომ ვურიცხავთ, ხშირად შესაძლებელია სწორად ვერ ხედავდეთ ამ პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს და მეორე ვერ ხედავდეთ არჩევანი რაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული ბანკისგან, ხომ არ აქვს მის კონკურენტს სხვა ბანკს კიდევ უფრო უკეთესი არჩევანი, ამიტომ ამ პლატფორმის მიზანი პირველ რიგში არის, რომ მომხმარებელმა დაინახოს ეს ხარჯები და დაინახოს ალტერნატიული საშუალებები, მათ შორის სხვა ბანკში ან საგადახდო სერვისების პროვაიდერებში, ხომ არის უკეთესი არჩევანი და გადავიდეს, თქვათ, ამ ბანკში ან ამ სერვისების მოწოდებით. ანუ ამით ვცდილობთ, რომ მომხმარებელს დავანახოთ არჩევანი და საბოლოოდ ეს ბუნებრივია კონკურენციასაც ხელს შეუწყობს, რომ ბაზარზე, ასე ვთქვათ. დიახ, ეს დაწერილი ძალიან საინტერესოა. ერთის მხრივ ხა მომხმარებელი მართლა დაზოგავს ამ დროს, რომ ყველა ბანკში ცალ-ცალკე არ დარეკოს ან არ შევიდეს მის ვებგვერდზე, ერთ პლატფორმაზე. ეს ფილტრების საშუალებით იქნება თუ როგორ სხვადასხვა მომსახურების, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება სხვადასხვა გვერდი იქნება თუ როგორ მოხდება ამის. ჩვენ ვებსაიტზე გათავსებულია ის ყველა ის ძირითადი პროდუქტი, რასაც როგორც წესი მომხმარებელი იღებს, ეს ერთ მხრივ არის ანაბრები და მეორე მხრივ საგადახდო სერვისები, თქვათ, ბარათის აღება, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია. ეს არის ძირითადი სერვისები, რასაც მომხმარებლები იყენებენ, ამიტომ შეუძლია ერთ გვერდზე ნახოს ცალკეული ბანკების შემოთავაზება და ასევე ფილტრების საშუალებით აირჩიოს ის კონკრეტული პროდუქტი და გადახდის მაგალითად კონკრეტული გზა, რომ შეადაროს აი მისთვის საჭირო ფინანსური პროდუქტი რა ღირს სხვადასხვა ბანკებში და ასე შეადაროს ეს პროდუქტები. სხვადასხვა ჩვენი ბანკები არიან ისედაც ძალიან გამჭვირვალე მათ ვებსაიტზე რომ შედიხართ, ხედავთ ამ ინფორმაციას, თუმცა ხედავთ ერთ კონკრეტული ბანკის ინფორმაციას და ჩვენი ვებსაიტის საშუალებას აძლევს მომხმარებელმა შეადაროს ერთ და იგივე პროდუქტი თითქმის ყველა ბანკში ახლა. ბატონ დავით, აი კონკურენცია ვახსენეთ და მე ამ თემას დავუბრუნდით. კონკურენციის ნაწილში ეს პლატფორმა როგორ იმუშავებს? ანუ ბანკებს მართლა мотиваცია უფრო მეტად გაუჩნდებათ, რომ უფრო მოქნილი ტარიფები, უფრო მოქნილი პირობები შესთავაზონ, იმიტომ რომ ერთ მაგიდაზე დაიდება ყველა ინფორმაცია თუ რა გათვლა და რა მოლოდინი. ამ ვებსაიტზე ბანკები გათავსებული არის მათი საუკეთესო შეთავაზების მიხედვით და ცხადია მომხმარებელი მიიჩნევა ამას პირდაპირ დაინახოს ბანკების სიას რიგითობის მიხედვით, ვის აქვს უკეთესი შემოთავაზება, მათ შორის აირჩევს თავის პროდუქტს და იმ პროდუქტთან მიმართებაში. ამიტომ ამით ველოდებით, რომ ბანკები, რომელიც ამ სიის ქვედანაწილში იქნებიან მეტად მოტივირებული, რომ ასე ვთქვათ, კონკურენტზე უკეთესი შეთავაზება შესთავაზონ კლიენტს. სხვა შემთხვევაში ალბათ კლიენტების დიდი ნაწილი, ვინც ამ ინფორმაციას ნახავს, დროთა განმავლობაში აირჩევს იმ ბანკს, რომელსაც აქვს უკეთესი შემოთავაზება. ცხადია, ფასი არ არის ყოველთვის ერთადერთი ფაქტორი, რასაც მომხმარებელი ირჩევს. ჩვენ სანდოობა გვაინტერესებს, სერვისის ხარისხი, კომფორტი, ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის, თუმცა ფასი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ველოდებით, რომ ეს კონკურენციას გაამძაფრებს. ასევე ძალიან საინტერესოა თქვენ თქვით, რომ საუკეთესო შეთავაზებები. ეს არის საშუალო მომხმარებელზე გათვლილი შეთავაზება,
თუ არის ყველა ტიპის მომხმარებელზე, კლიენტზე, ეგრეთ წოდებულზე ჩაშლილი შეთავაზებები ბანკებისთვის? დიახ, ძალიან კარგი კითხვა. ბუნებრივია ბანკები ასე ვთქვათ სეგმენტირებას აკეთებენ თავის კლიენტების მიხედვით, ყავთ ასე ვთქვათ, რაც წესიერ ზახინავს. პირდაპირ მოსული კლიენტი, რომელზეც აკეთებენ საჯარო შეთავაზებებს, რაც მათ ვებსაიტზე წერია და სწორედ ეს ინფორმაცია არის ამოღებული, თუმცა ამის გარდა მათ ყავს ასე ვთქვათ პრემიუმ კლიენტი, ტრადიციული კლიენტი, ვინც 20 წელია მათთან არის, ან სხვა ბევრი პროდუქციის ძენს, ან ვთქვათ კორპორატიული კლიენტები ყავს და მათი თანამშრომლებისთვის რაღაც სპეც შეთავაზება აქვს. ცხადია, ასე დეტალიზაციას ერთ ვებსაიტზე ვერ მოახდენ, თუმცა ეს არის ასე ვთქვათ საბაზო ტარიფი, რასაც ისაძლევს საშუალო მომხმარებელს, ამიტომ ეს მაინც რელევანტური არის შეგვიძლია ვთქვათ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. და შემდეგ დამატებითი კითხვა გაუჩნდა მომხმარებელმა შეარჩია კონკრეტული ბანკი, კონკრეტული საგადახდო პროვაიდერი და შესაბამისად მე უკვე მიდის დეტალებისთვის იქ. იძლევა თუ არა პლატფორმა, ვთქვათ ონლაინ ჩათის ან ონლაინ კავშირის შესაძლებლობას თუ უკვე უნდა გადაერთოს უკვე ბანკთან. ზოგადად ეს პლატფორმა აჩვენებს ფასებსა და ტარიფებს სხვადასხვა ბანკებში. თუ მომხმარებელს ექნება კითხვა საიტთან დაკავშირებით, ცხადია დარეკოს ეროვნული ბანკის ხაზზე, თუმცა თუ პროდუქტთან და მის ფასთან დაკავშირებით აინტერესებს დეტალები, ან უშუალოდ იმ ბანკს უნდა მიმართოს, იმიტომ რომ ცხადია ეს არის კონკრეტული ტარიფი, თუმცა ამას შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა პირობები და ამ შემდეგ თქვა შეიძლება კონკრეტული კითხვა ქონდეს მომხმარებელს და ამ შემთხვევაში იმ კონკრეტულ ბანკს უნდა მიმართოს, რადგან ის უფრო უკეთეს პასუხს დაუბრუნებს. ბატონ დავით, ეს პლატფორმა არაერთიანებს ინფორმაციას სესხების შესახებ, ხო? იმიტომ რომ თქვენგან როგორც ვიცით ეროვნული ბანკი მუშაობს ამ მიმართულებით და რა ეტაპზეა? ანუ ეს სესხები იმდენად დიდი თემაა, რომ გადაწყვეტეთ ცალკე პლატფორმა დაუთმოთ თუ ისიც იქნება ინტეგრირებული სხვა ინფორმაციასთან. ამ ვებსაიტზე გათავსებული ინფორმაცია, როგორც თქვით, ანუ საკომისიოებზე, თქვათ, გადახდის ტარიფებზე, ვალუტის კურსზე და ასევე ანაბრებზე, დეპოზიტების განაკვეთებით შეუძლია მომხმარებელს შეადაროს სხვადასხვა ბანკში, სხვადასხვა ვადიანობის და ტიპის ანაბარზე, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ჩვენ მომხმარებლებისთვის არის ბუნებრივია სესხი, როგორც თქვით, ახლობთ 2 მილიონი სასხებელი გვაქვს ჩვენ რეგულარულად და მათთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი თვით არის ფინანსურად, ამიტომ ცხადია ეს ყველას აინტერესებს, ამაზე მუშაობთ, უბრალოდ სესხები არის უფრო კომპლექსური პროდუქტი, იქ არის რამოდენიმე ტიპის საკომისიო, სხვა ვადიანობა, ამიტომ ამას ბუნებრივად რომ დაჭირდება, თუმცა მომავალში, როგორც ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, საკომისიოებსა და დეპოზიტებთან ერთად სესხებზეც გვექნება, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია ვებსაიტზე განთავსებული, ახლა წინასწარ ამით არის თქვა რთულია, გვინდა რომ გავაკეთოთ ეს სწორედ და ჯანსაღად ამას ბუნებრივად მიმდინარეობს, ხო? ასევე ბატონ დავით, მინდა გკითხოთ, რამდენად ხშირად განახლდება ინფორმაცია იმ ვებგვერდზე, ანუ ლაივ რეჟიმში მოხდება ეს, თუ რაღაც პერიოდი დაჭირდება და ამ პერიოდსაც მაგალითად უნდა გაყვეს მომხმარებელი. ზოგადად ამ პროცესის უკან არის თქვა სისტემა, რომელიც ავალდებულებს ბანკებს, ტექნიკურად არის სისტემა აწყობილი, რომელიც ავალდებულებს ბანკებს, რომ მათი მიერ ტარიფის ცვლილება ავტომატურად და მყისიერად დაისახოს ამ სისტემაში და შესაბამისად გამოვიდეს ჩვენ ვებსაიტზე, ამიტომ შეგვიძლია ეს ეგრეთ წოდებული ლაივ რეჟიმი ამ ინფორმაციის. ბუნებრივია გასვლითი კურსები ხშირად წუთიერად იცვლება, ხო, მერყეობის დროს, ამიტომ მომხმარებელი რომელიც ჩვენ საიტზე ამას ნახავს, შეიძლება 10 წუთი დაჭირდეს ბანკში მისვლას და იმ მომენტში ტარიფი შეიცვალოს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში და ნორმალურ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, რომ ეს ტარიფი იყოს მაქსიმალურად ზუსტი და ეს საკომისიოები და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები ზუსტად ლაივ რეჟიმში ასახავდეს, თუმცა მომხმარებელმა ასე უნდა უთხრათ, რომ აუცილებლად მაინც გადაამოწმოს იმ კონკრეტულ ბანკში, იმ კონკრეტულ წამში რა ფასი არის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის და ჩაშვებულია პლატფორმა და შეგვიძლია მომხმარებელს უკვე დავაზუსტებ, რომ ეს არის კომერციული ბანკებისთვის უკვე განთავსებული და მომავალში ეტაპობრივად დაემატება მიკრობანკები, თქვათ ციფრული ბანკები, საერთო სერვისების დამატებით პროვაიდერები, მიკროსაფინანსოებსაც აქვს საკმაოდ კარგი გაცვლითი კურსი და ასე ვთქვათ, მათ შორის ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლები ჩაერთვებიან ამ სექტორში. ეტაპობრივად მოხდება ეს, ანუ მათ ეს ვალდებულება დააქვთ? მათ ვალდებულება არ აქვთ, მათთვის ეს შესაძლებლობა არის, ვალდებულება აქვთ კომერციული ბანკებს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი.